თუ გსურთ ვებსაიტის დამზადება და არ იცით როგორ შეარჩიოთ ვებსტუდია, კომპანია რომელიც დაგიმზადებთ პროდუქტს, პირველ რიგში რა თქმა უნდა პორტფოლიო. და ეს პორტფოლიო რამდენად სრულყოფილად აქვს გადმოცემული ნაჩვენები, ნამუშევრები და ასე შემდეგ, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ანუ როდესაც აქვს კარგი ნამუშევრები და ბევრი, ეს კომპანია ყოველთვის ამას ხაზს უსვამს. მეორე, ეს არის ფასების გამჭვირვალობა. აი ჩვენ მაგალითად უშუალოდ Solo Studios ზუსტი პრაისი რა თქმა უნდა არ გვაქვს, იმიტომ რომ ეს ყოველთვის ინდივიდუალურად ითვლება, მაგრამ თემატიკიდან და სირთულიდან გამომდინარე დაახლოებით წარმოდგენას ჩვენს პოტენციურ დამკვეთებს ჩვენს ვებსაიტზე თუ შემოხვალთ და ნახავთ, ყოველთვის ვუქმნით, რომ დაახლოებით მაინც წარმოდგენა გქონდეთ, რასთან ექნებათ საქმე. მესამე, როდესაც იწყებთ მოლაპარაკებას, სანამ არ შედგება ტექნიკური დავალება ან მინიმუმ გამართული ბრიფი, მანამდე მგონია რომ თუ ფასს გეუბნებათ კომპანია, ის ორიენტირებულია არა სერვისზე, არამედ ეგრეთ წოდებული ფული დავითრიოს პრინციპზე, რაც მგონია რომ არასწორია, იმიტომ რომ ჯობია ბოლომდე გაერკვე, შემდგომ დათვალო ბიუჯეტი, თუნდაც დაკარგო შეკვეთა, მაგრამ დამკვეთმა იცოდეს რეალურად მისი პროდუქტის ღირებულება და არ შევიყვანოთ შეცდომაში. მეოთხე, როდესაც კომპანია მორგებულია თქვენზე. ძალიან ხშირია დამოკიდებულება, რომ იცი რა, მე ვიცი, იმიტომ რომ მე ტექნიკური ტიპი ვარ. და აი მე ეს დავხატე, დიზაინშიც ხშირია ხოლმე ესეთი რაღაცა, რომ მე ეს დავხატე და ეს ჯობია, შენზე უკეთესად იცის. კი, რა თქმა უნდა, შენზე უკეთესად იცის, თქვათ როგორ გამოსახოს რაღაცა, მაგრამ შენი სურვილების გათვალისწინება და შენი გემოვნების გათვალისწინება თუნდაც უნდა შეეძლოს და მაქსიმალურად უნდა იპოვოს ოქროს შუალედი შენს სურვილებსა და აი იმ სტანდარტებს შორის, რაც საჭიროა ვებისთვის და დიზაინისთვის. თუ გაინტერესებთ როგორ შეირჩევა, როგორ დგება ტექნიკური დავალება და როგორ ითვლება ფასი, გადმოდით ჩვენს საიტზე solostudio.g და გაიგეთ მეტი. თუ უფრო მეტი გაინტერესებთ, დაგვიკავშირდით, მოიწონეთ ჩვენი სოციალური მედიის არხები, დაგვირეკეთ, მოგწერეთ და იქნებით ინფორმირებული. დიდი მადლობა.